მაისის პირველი კვირა, მაგრამ ამინდები თითქოს კალენდარს აღარ ემორჩილება და არასტაბილურ მარტში გუგონია თავი. ეს უბრალოდ უცნაური გაზაფხული არ გეგონოთ. ეს აგრარულ სფეროში სეზონების წანაცვლების სიგნალია და კარგი ნამდვილად არ არის. კლიმატური რიტმია დარღვეული. საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს ხათაშორის, რომ თბილი ზამთარი და ადრე დაწყებული გაზაფხული ზრდის გვიანი ყინვის რისკს და შესაბამისად მოსავლიანობის შემცირების რისკსაც. ყველაზე მძიმე დარტყმა მოდის ხოლმე ხეხილზე. ვაშლი, ატამი, გარგარი, ალუბალი, თხილი, მოცვი. ეს არის კულტურები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია ხოლმე. რამდენიმე საათიანი ყინვაც კი საკმარისი გახლავთ, რომ მოსავალი მნიშვნელოვნად დაზარალდეს, დაზიანდეს. მსგავსი რისკის ქვეშ არის მევენახეობაც. ვაზი გაზაფხულზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თბილი ამინდი პროცესს აჩქარებს, მაგრამ დაბრუნებული სიცივე აზიანებს ყლორტებს და საბოლოოდ მოქმედებს როგორც რაოდენობაზე, ისე ხარისხზე. ყურძნის რაოდენობაზე, ისე ხარისხზე. პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბაღებით და ვენახებით. ბოსტნეულსაც და სათბურებსაც კი უჭირთ ცივ გაზაფხულზე. იზრდება დაავადებების რისკი და წარმოების ჯაჭვი წყდება. მეცხოველეობაში იცვლება საძოვრების ციკლი. ბალახი გვიან ამოდის და არასტაბილურია, რაც ზრდის საკვების დეფიციტს. და ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, თუმცა ნაკლებად ხელული რგოლი გახლავთ მეფუტკრეობა. სეზონების არევა პირდაპირ არღვევს ბუნებრივ სინქრონს მცენარეებს და ფუტკარს შორის. მცენარე შეიძლება აყვავდეს, მაგრამ თუ ამ დროს სიცივე დაბრუნდა, ფუტკარი ვერ გამოდის გარეთ. შედეგად მცირდება დამტვერვა, ზარალდება მოსავალი და მცირდება თაფლის წარმოებაც. ცივი და წვიმიანი გაზაფხული ამცირებს ნექტარს, ხოლო ფუტკრის ოჯახები სუსტდება. ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად ინგრევა და ნადგურდება ხოლმე. და აქ უკვე საქმე მხოლოდ თაფლთან კი არ გვაქვს, ანუ თაფლის წარმოების შემცირებასთან, არამედ მეფუტკრეობა ყველამ ვიცით, რომ არის მთელი აგროსისტემის საფუძველი. გამოსავალი ამ პირობებში ერთჯერადი ვერ იქნება, საჭიროა სისტემური მიდგომა, ხომ ჩვენ ამაზე არაერთხელ გველაპარაკია ჩვენს გადაცემაში, სხვათა შორის ამ თემაზე კიდე ერთ გადაცემას გპირდებით, მოგვიანებით, ამიტომ გვადევნეთ თვალი. პირველი გამოსავალი შეიძლება იყოს ზუსტი აგრომეტეო სისტემები, რომ ფერმერმა წინასწარ იცოდეს რისკი. მეორე გახლავთ ჯიშების ადაპტაცია. გვიან მოყვავილე და ისეთი გამძლე იმ მაღალი იმუნიტეტის მქონე კულტურების შერჩევა. მესამე მეფუტკრეობის მართვა, სკების გადაადგილება და დამატებითი კვება გახლავთ. მეოთხე წყლისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, გამოსავლის მეხუთე გზად დაზღვევა სახელდება, რომელიც ფერმერს რეალურად დაიცავს კლიმატური რისკებისგან. ხვდებით ხომ აქ ფინანსურ ზარალზე და ამ ზარალის პრევენციაზეა საუბარი. საბოლოოდ რა შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც მცენარე, ფუტკარი და ფერმერი სხვადასხვა კალენდრით ცხოვრობენ, ზარალი გარდაუვალია, ხო მართალია და სწორედ ამიტომ სექტორის მომავალი ეკუთვნის იმ სისტემებს, რომლებიც ახალ კლიმატურ რეალობას მოერგება. ამაში სჭირდება ფერმერებს ხელშეწყობა, ამაზე უნდა იყოს მორგებული ახალი აგროპროგრამები. იმედი ვიქონიოთ, რომ ფერმერები აიმაღლებენ, ასე ვთქვათ, ცოდნას, გამოცდილებას, კომპეტენციას და პროფესიონალიზმს და შეძლებენ ამ რისკის სწორად მართვას.